სპორტკომპლექს არენა 2-ში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის, რომელშიც 5 გუნდი მონაწილეობს. პირველად მოედანზე ხაშურის იბერიისა და აფხაზეთის გუნდები გამოვიდნენ. ხაშურელებმა მატჩი აღმავლობით ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს კიდეც 4-1, თუმცა აფხაზეთის მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ბრწყინვალედ ითამაშა ხაშურელთა ლიდერმა მაია ნასყიდაშვილმა, რომელმაც პოკერი შეასრულა. მე-16 წუთამდე, ვიდრე მაია პირველ გოლს გაიტანა მოედანზე, უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. გაშვებულ გოლს აფხაზებმა შეტევებით უპასუხეს და მე-19 წუთზე ნათია დანელიამ წონასწორობა აღადგინა 1-1. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ნასყიდაშვილმა მეორე გოლი გაიტანა. ცალკე აღნიშნვის ღირსია ორივე მეკარე, ხაშურელთა ლია გონგაძე და აფხაზეთის ელეონორა ზაალიშვილი. ორივემ ბრწყინვალედ ითამაშა და არაერთხელ იხსნა საკუთარი კარი. მატჩის მიტურულს იბერიამ მაინც გატეხა აფხაზთა წინააღმდეგობა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთოთ და მომემზადებით კიდე შემდეგი თამაშისთვის. მეტოქეებიც არ იყვნენ ახლა სუსტები კი და შემდეგში აუცილებლად ვეცდებით რომ კიდე მოვიდეთ. ახმეტის ბახტურინისა და ქუთაისის იმერეთის შეხვედრა იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში მათ მხოლოდ 3 ბურთი გაიტანეს. თავი ლანა გორგაძემ, ანა სინატაშვილმა და ოლია ჭაუთიძემ გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ახმეტელებმა თითქოს გამოასწორეს მდგომარეობა. ნადეჟდა ნაკვეთაურმა ნატო კევლიშვილთან ერთად. სხვაობა 2 ბურთამდე შეამცირეს. 2-4, მაგრამ ქუთაისელებმა კიდევ უფრო მოუმატეს ტემპს და გოლი გოლზე გაიტანეს. ანა ჯანელიძემ ჰეტრიკი შეასრულა. მის გარდა თავი ანა სინატაშვილმა, ქრისტი შარკულიანმა, სალომე გასვიანმა და თამთა შენგელიამ გამოიჩინეს 10-2. ჩემპიონატმა სტარტი აიღო და 11 მაისს მასში იბერია სტარიც ჩაებევა. სწორედ მათი დაპირისპირება შაშანელ ჩემპიონთან იმერეთთან ტურის ცენტრალურ შეხვედრა იქნება.